გახსოვს ის ძველი ქურთუკი, რომელიც წლებია კარადაში გიდევს, ის რომელსაც ვერ იცვამ, მაგრამ ვერ წყრი. ან ის სკივრი, სადაც ყველა ვერია ჩაყრილი. მტრიანი კაბელები, ვადაგასული წამლები, ვიღაცის სავიზიტო ბარათი, რომელსაც ვეღარ იცნობ. ბევრისთვის ეს უბრალო სახლის საქმეა, მოსაწესრიგებელი, მოსაგვარებელი, მაგრამ ზოგისთვის ნამდვილი თერაპიაა, გონების გასასუფთავებელი, სულის დასამშვიდებელი. რატომ გვაგრძნობინებს ნივთების მოწყობა ესოდენ კარგად და რატომ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველი. დაიწყოთ იქიდან, რაც ტვინში ხდება. როდესაც ნივთს ადგილზე დადევ, ან ნაგავს გადაყრი, ტვინი გამაყობს დოფამინს. ეს არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც სიამოვნებასა და ჯილდოს უკავშირდება. ყოველი პატარა დასრულებული ამოცანა, გასწორებული საწოლი, გაწმენდილი მაგი და ტვინს აძლევს პატარა ქიმიურ სიგნალს. კარგი გააკეთე. ფსიქოლოგები ამას დასრულების მარყუჯ უწოდებენ. ჩვენი ტვინი ბუნებრივად ედებს დასრულებული მოქმედების სიამოვნებას. სუფთანი ჟარა, მოწყობილი თარო, ეს ხილული მტკითებულებაა. ეს გავაკეთე. და ეს ერთი პატარა გამარჯვება საკმარისია, რომ მომდევნო ნაბიჯი გადადგა. ტვინი არ ასხოვებს შენს შინაგან სამყაროს გარე-გარემოსგან ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. შენი სახლი, ეს სივრცე, მუდმივად გიგზავნის სიგნალებს. გარემოს ფსიქოლოგიაში არის ცნება, სახელად კოგნიტური დატვირთვა. ის გონებრივი ენერგია, რომელსაც ტვინი ნებისმიერ მოცემულ მომენტში ხარჯავს. პრინსტონის უნივერსიტეტის სკოლება მაჩვენა. ფიზიკური ქაოსი ყურადღებას ეჯიბრება კიდეც, მაშინ როდესაც შენ ამას ცნობიერად ვერ აღიქვავ. დაგროვილი სარეცხი, გახუხსნე ხოსტა, ტვინი ყოველივეს დაუმთავრებელ საქმედ გვანიშნებს და ეს დაუმთავრებელი საქმე ჩუმად, მაგრამ მუდმივად ეჯახება შენს ენერგიას. ვინც ემოციებს ინტენსიურად განიცდის, მისთვის ეს ჩუმი ყვირილი ხდება ხმამაღალი, ამოუსუმთქი ხმაური. ისინი არ ალაგებენ, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ისინი ალაგებენ, რომ შინ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ფსიქოლოგიურად დალაგების სიყვარული ხშირად კონტროლის ფუნდამენტურ მოთხოვნილებიდან იბადა. ეკონომიკა, ამინდი, სხვა ადამიანების ქცევა, ეს ჩვენ ხელში არ არის, მაგრამ სახლი, ეს ჩვენი სივრცეა, სადაც სრული ავტორიტეტი გვაქვს. როდესაც ცხოვრება ქაოტური ხდება, ტვინი იწყებს ძიებას, რაღაც პროგნოზირებადის, მხარის. დალაგება ხდება გზა, გარედან მოიყვანო წესლი კი, როდესაც შიგნით ყველაფერი გაბნეულია. ამიტომ ძიმე დღის ან კამართის შემდეგ ადამიანი მოულოდნელად იწყებს ქარადის გათახარისხებას. ეს შემთხვევითი არ არის, ეს ემოციური რეგულაციაა. სივრცის გამოთმობა ჩვენ ნერვულ სისტემას უგზავნის სიგნალს. ვმართავ ამ სივრცეს, ყველაფერი კარგადაა. ალბათ ყველაზე ღრმა მომენტი დალაგებისა ეს იდენტობასთანაა დაკავშირებული. წარმოიდგინე, კარადაში გიდევს ქუჩაში სასარბელად ფეხსაცმელი. იმ სეზონიდან, როდესაც ჩაერთო ვარჯიშში, მაგრამ 2 კვირის შემდეგ მიატოვე. ან ის კლავიჟნი, რომელზეც გოცნებობდი, რომ ისწავლიდი და ახლა კუთხეში გდევს მიტრიანი. ასეთ ნითარს ვერ ყვრით, არა იმიტომ, რომ გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ გადაყრება თითქოს ნიშნავს ის ოცნება, ის გეგმა სამუდამოდ დასრულდა. მაგრამ ამ ნივთების გამშვებას ვაკეთეთ ფსიქოლოგიურ განცხადებას. მე ვეღარ ვარ ის ადამიანი და ეს კარგია. ეს სითმით მიღების აქტია. გადაწყვეტილება წავიდე მომდევნო. ცარიელი თარო, სიცარიელი არ არის, ეს პოტენციალია. სუნთქვის სივრცე, ადგილი უკეთესისთვის. შენი ნივთებით გადაწერ შენს ინტერნულ ამბავს. ბევრისთვის სელექციისა და დალაგების რითმი ეს აქტიური მედიტაციაა. წყლის ხმა, ცურვის მოძრაობა, ნივთების გადატანა. ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს სომატური რეგულაცია უწოდებენ. ემოციების გამოხატვა და მართვა, სიტყვების მაგივრად ფიზიკური მოძრაობით. როდესაც ძარდაქს გახრეჭყავ ყველა სიკაშკანემდენ ჭურჭლს არ სუფთავებ, შენ შინაგან დაწაბულობას იშვრებ. დალაგება პროგნოზირებადი პროცესია, ნათელი დაწყებით და ნათელი დასრულებით. ეს სტაბილურობა სჭირდება ტვინს, მაშინ როდესაც ჩვენი ემოციური ცხოვრება ასე ხშირად ქაოტური და მოულოდნელია. სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს ასეთი სამკურნალო დალაგება. ის ტვინს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. თუ ფიქრობ, რომ უბრალოდ ასეთი ხარ, გახსოვდეს, იდენტობა ფიქსირებული არ არის. ის შენი ქმედებების მტკიცებულებით კრდება. ყოველი ჯერზე, როდესაც მაგიდას გასუფთავებ, ამ ქმედებით ადასტურებ, ვარ ადამიანი, რომელიც თავისი ფცით გდარუნებს. მაგრამ ამ ჩვევის ჯამღალიებად ნებასხელან არ გვჭირდება, ავტომატიზმი გვჭირდება. ნებასხელა შეზღუდული რესურსია, რომელსაც ტკის განმავლობაში ვხარჯავთ. აი საიდან დაიწყო? ნუ ეცადი მთელი სახლის ერთად 8 დალაგო. დიდი ამოცანა იოლია გვერდზე გადასაგდებად. აერჩიე ერთი კუთხე, ერთი თარო, შემდეგ ჩვენბების დაწყობა. მიამაგრე ახალი ქმებება არსებული ტრიგერის, გაწმით მაგიდის ზედაპირის ან მყავად უღება, გააჩერეს ნიჟაროს კნბილის გახეხის შემდეგ. გააკეთე ეს ყველაფერი საფეხურობით.
და ბოლოს, აქცია ეს ყველაფერი სიამოვნებად. ნუ მოეპყროთ დალაგებას სასჯელად. ჩართე მუსიკა, რომელიც გიყვარს, გაღადე რიტუალი, რომელსაც ელოდები. კვლევები გვაგირულებს, რომ ქმედების ავტომატიზაცია საშუალოდ 66 დღეს სჭირდება. მიზანი ამ მომენტამდე მიხვდება, როდესაც დალაგება ახარ არის იწულებითი. ეს უბრალოდ გამომუშავებული ჩვევაა. შენი სახლი ემოციური ეკოსისტემაა. ის ინახავს შენს განწყობას, მოგონებებს, ენერგიას, ფიზიკური გამოხატულება, იმისა, რომელსაც სტანდარტდება დასახელებ და იმისა, რომ ის ღირსება და ცხთამს მიიჩნევ. კვლევებმა მაჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სახლს გაღუჭებულად აღიქვავენ, ყოველი დღის განმავლობაში კორტიზოლს, სტრესს, ჰორმონის მაღალ დონეს განიცდიან. თუ სახლის კარის გაღევის ნაწილი განიცდის სივრცის ნაკლებობის გაცნას, გაიხედე გარშემო. შესაძლოა შენი გარემო ჩუმად აღჩნდ შენს ბატყელს. წესრიგის კრეფნა თვითმოვლავეს აქტია. გზა, რომლით შეუპნები თავისთვის ვიმერსებებს ვლამესესთ, ვიმერსებ მშვიდობაც. ბოლოს და ბოლოს ალაგება სრულყოფილებაზე არ არის, კუთვნებაზეა. ეს შემთან დაბრუნებაა, სახლში დაბრუნება. პროცესია, სადაც წვიტრა არის მნიშვნელოვანი, რა რჩება, რას გადის. ამიტომ შეგნებ ჯირზე, როდესაც ხელში ცოველს აიღეთ, ნუ მოეპყრო მას დავალებად, მოეპყრო მას გზად, ემოციური ატმოსფეროს გადატვირთვის ცვა. მშვიდობა ის არ არის, რასაც პოულობ. მშვიდობა ის არის, რასაც ვქმნით, ერთი კასტორებული კუთხით, ერთი ჩუმი ოთახით ერთდროულად. რა შეგრძნება გაქვს, როდესაც შენი სივრცე საბოლოო წესრიგშია? აიგივებ დალაგებას თერაპიად. გაგვიზიარე შენი ისტორია კომენტარებში.